გამარჯობათ მეგობრებო და შემოგთავაზებ გაშლას ცეცხლისა და ჰაერის სტიქიეს. პირველად იქნება ცეცხლის სტიქია და მეორედ იქნება ჰაერის სტიქია. ასე რომ დასტას ახლა კარგად ავჩეხავ და ვიწყებ ცეცხლის სტიქიით. რა შემოდის მარტის თვეში ცეცხლის სტიქიებთან? თავდაცვის ეტაპში ხართ მეგობრებო, თავს იცავთ რაღაცის გრევიდან, რაღაცის განადგურებისგან, არ ვიცი რისგან იცავთ თავს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენ ახლა თავს იცავთ რამე დაავადებისგან, მინდა გითხრათ, რომ მალე გამოჯამრთელდებით და დაუბრუნდებით ბედნიერ ჰარმონიულ ცხოვრებას. თუ ვინმე თავს იცავს რამე ჩხუბისგან, კამათისგან, გაურკვევლობისგან, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე გაარკვევთ არსებულ პრობლემას და განვითარდება ყველაფერი სასიკელთილ დღეო. თუ ვინმე რაღაცის ნგრევის პროცესში მოყვა, განვითარდა, შესაძლებელია აქ იყოს ბევრთან სამსახურეობრივი ნგრევა. შესაძლებელია ბევრი მუშაობდეს ისეთ ადგილას, სადაც ხშირად ხდება აფეთქება, ნგრევა და ვინმე გახდა რაღაცის მსხვერპლი, აფეთქების მსხვერპლი, შესაძლებელია ბევრს მოუტანა რაღაცის ზარალი, ფულადი ზარალი, ბევრს მოუტანა ჯანმრთელობასთან ზარალი და მინდა გითხრათ, რომ მომავალში თქვენთან ფიქსირდება ჰარმონიული ენერგიები, კი არა სტაბილურდება ენერგიები, არამედ ჰარმონიული ბედნიერი მომავალი გელით მეგობრებო, სწრაფი განვითარება იმ თქვენ ტკივილთან, რა ტკივილს ბრძვით ახლა შესაძლებელია ბევრს გქონდა ეს ნგრევა ოჯახის, შესაძლებელია ბევრთან დაინგრა ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი იყო სულ თავდაცვის პროცესში, სულ იცავდა საკუთარ ოჯახს, ან საკუთარ ოჯახის წევრებს, ან საკუთარი ოჯახის წევრებიდან უწევდა საკუთარი თავის დაცვა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ვარიანტი ფიქსირდება თქვენთან და როგორ ფიქსირდება ეს ნგრევა, თქვენთან მომავალი ფიქსირდება ლაღი ბედნიერი ოჯახით. სწრაფი განვითარება და ვისთანაც ფინანსები იყო, მინდა გითხრათ, რომ სწრაფი განვითარება ფინანსებში. გამარჯობა მეგობრებო, უძლიერეს რაღაც დავამატო. მე ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ და მინდა გითხრათ, რომ ცეცხლის სტიქიებთან ვინც დღეს იმყოფება ნგრევის პროცესში, ეს არის ოჯახური ნგრევა, ეს არის ადამიანებისგან ნგრევა, ეს არის სამსახურეობრივ სფეროში ნგრევა, ეს არის ნებისმიერი ავადმყოფობისგან ნგრევა, ნებისმიერი ეტაპის ნგრევა, რაც არ უნდა იყოს თქვენი ცხოვრების ნგრევის მიზეზი. ახლა თქვენთან შემოდის ძალიან მალე ძალიან დიდი ენერგიის და ენერგეტიკის მატარებელი ენერგეტიკის მატარებელი არკნები. ანუ თქვენი ცხოვრებაში შემოდის ძალიან სწრაფი ცვალებადობა მეგობრებო და ეს ცვალებადობა არის რა თქმა უნდა სასიკელთილ დღეო თქვენ ცხოვრებაში. და ძალიან ბევრთან, სადღაც 85%-თან მაინც ეს იქნება ფინანსური ნგრევა, მეგობრებო, ფინანსური ზარალი. ადამიანმა ნახა ფინანსური ნგრევა, ფინანსური ზარალი, სამსახურეობრივი სფეროს ნგრევა და მინდა გითხრათ, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის ალბათ გაცილებით ბევრად უკეთესი, ვიდრე ჰქონდათ წარსულში და ვისთანაც იყო ოჯახური ნგრევა, ოჯახის დაბრუნება. თუ ვინმეს დაინგრა ოჯახი, ან ინგრევა ოჯახი და აქვს ამ ოჯახის აქვს სურვილი დაბრუნების, დაიბრუნებთ ამ ოჯახს მეგობრებო. თუ ამ ნგრევის შემდეგ ახალი შექმნის გაქვთ სურვილი, შექმნით ახალს მეგობრებო. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ყოველივე საუკეთესო, რაც დაინგრა თქვენ ცხოვრებაში და მინდა გითხრათ, რომ 85%-თან ეს იქნება სამსახურეობრივი სფეროს განადგურება და ახლიდან განვითარება და რაღაც დარჩენილ პროცენტთან 15%-თან ეს იქნება სასიყვარულო სფეროში, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ასე თუ ისი ადამიანს თავის დაცვა უწევდა, თუ ოჯახის წევრების დაცვა უწევდა, თუ სამსახურეობრივ სფეროს
სფეროს განვითარებაში უწევდა თავდაცვა, რა სახის პრობლემაც არ ქონდათ, აი ვეღარაფერს ვეღარ დაგიმატებთ მეგობრებო, ძალიან დიდი ენერგეტიკის მატარებელი არკნები ამოვიდა. თქვენ ხართ ახალ შემოთავაზებით, გადადიხართ ახალ საფეხურზე, განავითარებთ მალე ფინანსებს, თუ არ აქვს მნიშვნელობა ფინანსებს თუ რა სახის ნგრევაც იყო, გადადიხართ ახალ ეტაპს, ძლიერი ადამიანი ხართ რა. თქვენ ხართ ადამიანი ისედაც ძლიერი და არა მარტო ძლიერი, არამედ თქვენ ხართ ადამიანს, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერი აქვს განვითარებისთვის. ადამიანს, რომელსაც ეხმარება თვითონ სამყაროც კი, ეს არის სამყაროს შვილი. სამყარო უწყობს ამ ადამიანს ყველაფრისთვის, ყველანაირი განვითარებისთვის. ეს ადამიანი ნებისმიერ დროს რაღაც ცივ მიწაზე რო დაასვათ, მეგობრებო, ყინვაში რო დაასვათ, ეს ადამიანი წამოდგება ფეხზე, არ დანებდება. აი ამ ენერგეტიკის მატარებელ ადამიანებს ეხლა გაშლა და თქვენ რა თქმა უნდა გექნებათ საუკეთესო, ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში, ეს საუკეთესო თქვენთვისაა მეგობრებო და მიიღეთ ეს საუკეთესო, რამე თქვენ დაგაფიქსირებინეთ ამ საუკეთესოს, არ გაუშვებ ამ არკნებს ეხლა ისე მე რომ თქვენ არ დააფიქსიროთ ეს არკნები მეგობრებო, აი ეს არის თქვენი მომავალი მარტის ენერგეტიკები, ეს თქვენი საზაფხულო, გაზაფხულის მატარებელი ენერგეტიკები და მე თქვენ ასეთ სიძლიერეს გისურვოთ მთელ ცხოვრებაში, მე რომელსაც გისურვოთ ბევრი მეშუნაც რომ გყავდეთ მეგობრებო, ეს ენერგიები და ეს ასეთი ბედნიერება, ეს ასეთი ძლიერი განვითარება ფინანსების თუ ყველანაირი თვალხედვით იქნება თქვენ ცხოვრებაში, რადგან თქვენ ხართ ძლიერი ადამიანი, თქვენ არ დანებდებით არასდროს, როგორც ახლა გითხარით, აი ყინვაში ფეხში შველი რომ დარჩეთ, თქვენ იმ ყინვას შევძოლებით, გაალღობთ, მტრეთის წარმოდგებით და ყველაფერს იმ დასახულ მიზანს მიაღწევთ, რისი მიღწევაც გინდათ, ხართ ძლიერი ადამიანი და ასევე სამყარო თქვენს გვერდით არის, სამყარო გიწყობთ ხელს ყველანაირ ტკივილის პროცესში, ყველანაირ განვითარებისთვის გიწყობთ სამყარო ხელს და გაძლევთ ყველაფერს იმას, რაც გჭირდებათ განვითარებისთვის. ეს ბედნიერება დაფიქსირებული იყოს თქვენ ცხოვრებაში, ეს გამარჯვება დაფიქსირებული იყოს თქვენ ცხოვრებაში და ეს ყოველივე საუკეთესო შემოსული იყოს თქვენ ცხოვრებაში. მეც ვერაფერს გისურვებთ მეგობრებო და ახლა ლენორმანით დაგიმატებთ თქვენს რამოდენიმე კარტს, ერთ კარტს ან სამ კარტს. ამოვიღებ ლენორმანიდან და ლენორმანი რაც გთავაზობთ, კიდო რა უნდა შემოგთავაზოთ ლენორმანს. მოგზაურობა ბევრთან დაფიქსირდება მეგობრებო, მოგზაურობა მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ამ ეტაპში და ამ სიტუაციაზე რაიდერი ადასტურებდა, რომ თქვენ არ იყავით მოგზაურობის ხასიათზე და ნგრევის პროცესში იყავით, თქვენ მაინც მომავალი გთავაზობთ მოგზაურობას, ეხლა თუ ამის ბუნებაზე არ ხართ, არის არ ნიშნავს მაინდა-მაინც იმას, რომ რაღაც ძალიან შორს წახვიდოთ, მწვერვალებზე ახვიდოთ და მწვერვალები დაიბრუნოთ, სალაშქროს წახვიდოთ. არ შესაძლებელია პატარა მანძილზე იყოს მოგზაურობა, რომელიც მოგიტანს ბედნიერება, შეიძლება იყოს პარკში გასეირნება და ამ ელემენტარულმა პარკში გასეირნება მოიტანოს ტკივილის გადაქარწყლება და შემოიტანოს ახალი ენერგიები თქვენ ცხოვრებაში, წარსულის ტკივილის დასაწყისებლად ეს იქნება თქვენთვის ძალიან კარგი გამოსავალი. მე კი ახლა მითაგემშვიდობებით ცეცხლის სტიქიებს და გადავალ ჰაერის სტიქიებთან. აბა ჰაერის სტიქიებს რას თავაზობს არკნები? მარტის თვეში და ვნახოთ. მეორე ეტაპზე გადასვლა მეგობრებო, აი რა კარგი მარტია, ზოგადად არის მარტი ძალიან კარგი. და მიუხედავად იმის ცეცხლისა და ჰაერის სტიქიებთან უფრო კარგი ენერგეტიკები დაფიქსირდა ვიდრე წყლისა და მიწის სტიქიებთან ამ ეტაპზე.
ანუ მეგობრებო, ჰერისტიქია გადადიხართ საკუთარი აზროვნებით, საკუთარი განვითარებისთვის, გადადიხართ ცხოვრების მეორე ეტაპზე. შესაძლებელია ეს იყოს ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადასვლა, შესაძლებელია ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადასვლა და შესაძლებელია ეს იყოს სამოსამშხურეობრივ სფეროში და შესაძლებელია ეს იყოს ოჯახთან ერთად გადასვლა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასასვლელად და უფრო ბევრთან ეს იქნება ოჯახით ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასვლა განვითარებისთვის, უფრო ბედნიერი ოჯახისთვის და იმ მიზნის მიღწევისთვის მიზნების ასრულებისთვის რა მიზანიც გაქვთ ახლა. შესაძლებელია თქვენ გიწევდათ თავის დაცვა, ან ოჯახს ვერ აყოფინებდით ფინანსებს, ან უბრალოდ თქვენი გული არ იყო კმაყოფილი იმ ყველაფრით რაც გქონდათ დღემდე და გინდათ კიდევ მეტი. შესაძლებელია ბევრს გქონდა ბევრი, მაგრამ უნდა კიდევ უფრო მეტი და ეს ყველაფერი იქნება თქვენ ცხოვრებაში. მეგობრებო, აქ არის ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთს უგებს ყველანაირი თვალსაზრისით. ორი ადამიანი უბრალოდ ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია და სწორედ შესაძლებელია ეს არის მეორე ეტაპზე გადასვლა. ადამიანი ფაქტია, რომ მეორე ეტაპზე გადადის ოჯახთან ერთად, ან თავის სასიყვარულო თუ უკვე შულებით ხარ, შულებთან ერთად, თუ არა და მეორე ნახევართან ერთად. რათა მიაღწიეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ გიჭით, თქვენ გაჭირვებულები ხართ. არა მეგობრებო, უბრალოდ გინდათ უფრო მეტი, მიაღწიოთ უფრო მეტს და ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მოგიმართებათ კიდევაც თქვენ მეორე ეტაპზე გადასვლისას, კიდევ მიაღწევთ კიდევ უფრო მეტს. რისი მიღწევაც გინდათ, ახალი დასაწყისი, ახალი ენერგიები, ახალი შემოთავაზებები, ახალი სიყვარული შესაძლებელია ძალიან ბევრი, სადაც მიემგზავრება მეორე ეტაპზე გადადიოდეს თუ წახან თქვი რომ ოჯახთან ერთად გადადიოდა, შესაძლებელია ზოგიერთები მეორე ეტაპზე გადადიოდეს თავის მეორე ნახევრისთვის. შესაძლებელია იქ სწორედ სადაც მიემგზავრება სწორედ იქ მეორე ნაპირზე ელოდებოდეს თავის გულის სწორი, თავის მეორე ნახევარი. თქვენ ხართ უფრო მამაკაცებთან ფიქსირდება ეს გაშლა და თქვენ ახლა მამაკაცები მიყურებთ, მინდა გითხრათ, რომ თქვენ იქნებით ამ ურთიერთობის იმპერატორი. თქვენ ხართ ძლიერი მამაკაცი და რაც მთავარია, ძალიან გიყვართ თქვენი მანდილოსანი, თქვენი პარტნიორი. მის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია ითქვას არ შეგიძლიათ და სწორედ ეს არის მიზეზი მეორე ეტაპზე გადასვლის ურთიერთობის განახლების. ან განახლების, ან კიდევ შესაძლებელია ეს მეორე ეტაპი იყოს მიზანი თქვენ პარტნიორთან შეხვედრის, სადაც იწყებთ მასთან ერთად ახალ ცხოვრებას, ახალ განვითარებას და ეს განვითარება იქნება წარმატებული თქვენ ცხოვრებაში. თუ თქვენ ახლა დასაოჯახებელი ხართ და მეორე ეტაპზე გადადიხართ დაოჯახების თვალსაზრისით, მინდა გითხრათ, რომ თქვენ იმხელა სიყვარული გელოდებათ, შესაძლებელია ამ სიყვარულმა სტრესიც მოგიტანოს და სტრესში ჩაგაგდოთ და რა თქმა უნდა კარგი გაგებით. მე აქ მეც ვერაფერს დავამატებ და გადავალ ლენორმანის დასტაზე, რას გთავაზობთ ლენორმანის დასტა. კიდევ რა სიახლები შეიძლება შემოგთავაზოთ ლენორმანის დასტა. სიბრძნე მეგობრებო, თქვენ ხართ ბრძენი ადამიანი, თქვენ იცით სად და როგორ გადადგათ ნაბიჯები, როგორ განავითაროთ თქვენი ცხოვრება, თქვენი მომავალი და შესაძლებელია სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ თქვენი გადადგმული ნაბიჯები, თქვენ გადადგმულ ნაბიჯებს თქვენთან მოაქვს წინსვლა და განვითარება. შესაძლებელია ის მეორე ეტაპზე გადასვლა წინასწარად გქონდათ დაგეგმილი. მანდილოსანი
და რა თქმა უნდა, მეგობრებო, ლენორმანიც იგივე სამტკიცებ, თქვენ გადადიხართ მეორე ეტაპზე მანდილოსანის გამო, ან მანდილოსანთან ერთად, რასაც მოაქვს ახალი განვითარება, ეს ყველაფერი არ იქნება ახალი თქვენ ცხოვრებაში, ეს ყველაფერი იქნება წინასწარ დაგეგმილი და შემუშავებული. ამ სიყვარულს თქვენთვის მოაქვთ სიძლიერე ნაყოფი. თუ ვინმესთან რამე პრობლემა იყო, რასაც აქ არკნები არ აფიქსირებს, მაგრამ ლენორმანის დასტა მაინც ამბობს და გაგიმეორებ, თუ ვინმესთან რამე ელემენტარული პრობლემა იყო ჯანმრთელობის მხრივ, ან უშვილობა, ეს ყველაფერი მოგვარებადია თქვენ ცხოვრებაში და ეხლა კიდევ პატარა რაღაც ენერგიებით და პროცენტებით დავამატებ იმას, რომ თუ ოჯახი გადადის მეორე ეტაპზე, სხვა ადგილას იმისთვის, რომ მკურნალობა გესაჭიროებოდათ და უფრო მეტთან ეს იქნება უშვილობა, თუ უშვილობის გამო თქვენ გადაწყვეტეთ მეორე ეტაპზე გადასვლა ექიმის გამო და მკურნალობის გამო, ეს იქნება შედეგიანი და თქვენ ცხოვრებაში მოიტანს ნაყოფს, მოიტანს განვითარებას. შესაძლებელია ახლა ამით რაღაც პროცენტებთან მეორე ეტაპზე გადასვლა და სხვა ადგილზე ცხოვრების დაწყება იყოს ექიმთან კავშირში. შესაძლებელია ადამიანს ესაჭიროებოდეს მკურნალობა და ექიმის გამო გადადიოდეს მეორე ეტაპზე და ეს მკურნალობა მას მოუტანს შედეგს. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი განვითარება, მეგობრებო, ისეთი განვითარება, რომ შესაძლებელია ბევრი ჭორი აგორდეს და ბოღმიანი ადამიანები დაიგესროს და თქვენს გარშემო აგორდეს ბევრი მითქმა-მოთქმა, რასაც ყურადღება არ უნდა მიაქციოთ და გამოლაპარაკების ღირსად არ ჩათვალოთ. მე კი ახლა ამით დაგემშვიდობებით და ყოველთვის საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში.